ჩხუბი კლასიკოს შემდეგ რა უთხრა იამალმა კარვახალს, რას ამბობს ალონსო გაბრაზებულ ვინისიუსზე და ფლიკის შემცვლელის კომენტარი იამალზე. ამ საინტერესო ინფორმაციების მოსმენამდე დაალაიქე ვიდეო და გამოიწერე. ლა ლიგაში სეზონის პირველი ელ კლასიკო შედგა. მეათე ტურში სანტიაგო ბერნაბეუზე რეალმა ბარსელონას უმასპინძლა 2-1 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში უპირატესობა 5-0-მდე გაზარდა. როგორც ყოველთვის ეს კლასიკო სანახაობრივი იყო, ყველა თვალსაზრისით. აქტიურ და დაძაბულ შეხვედრაში სამი ჩათვლილი გოლის გარდა ვნახეთ გაუქმებული გოლები, პაპეს მიერ გაფუჭებული 11 მეტრიანი, ბოლო წუთზე პედრის წითელი ბარათი და ჩხუბი. ძირითადი აგრესია ლამინ იამალის მისამართით იყო და ეს სრულიად ბუნებრივია, რადგან რამდენიმე დღის წინ იამალმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რეალი იპარავს და შემდეგ წუწუნებს. მან ბერნაბეუზე ბოლოს გაიტანა და არც ახლა გაუჭირდებოდა. ფაქტია, რომ ეს შეხვედრა არც იამალისთვის და არც ბარსელონასთვის კარგად არ დამთავრდა. შეხვედრის დამთავრების შემდეგ კი, როგორც ჩანს, იამალს ამ სიტყვებს ახსენებდნენ. როგორც ცნობილია, ვინისიუსმა იამალს შეხვედრის ბოლოს კაფიო ჟესტით უთხრა, რომ ის ძალიან ბევრს ლაპარაკობდა. იამალმა კი ვინის გასახდელისკენ ხელით მიუთითა და საუბრის იქ გაგრძელებისკენ მოუწოდა. იამალის ეს ქმედება უყურადღებოდ არც კარვახალმა დატოვა, რომელიც ხელის მოძრაობით იამალს ანიშნებდა, რომ ბევრს ლაპარაკობდა. ამ ეპიზოდზე შეხვედრის შემდეგ დეტალურად დე იონგმა ისაუბრა. ჩემთვის კარვახალის აქციელი გაუგებარია. ის არბიტრის საფინალო სასტვენის შემდეგ ლამინთან მივიდა და განუცხადა, რომ ბევრს ლაპარაკობდა. არადა ეს ყველაფერი შეეძლო კლასიკოს დაწყებამდე ტელეფონითაც გაეკეთებინა. მით უმეტეს, რომ ისინი ესპანეთის ნაკრებში თანაგუნდელები არიან. კარვახალი გუნდის კაპიტანია და თუ პურია როხას ერთ-ერთ ლიდერთან რაიმე უკმაყოფილება აქვს, ამას ყველას დასანახად არ უნდა გამოთქვამდეს. რაც შეეხება იამალის ცნობილ სიტყვებს, ყველაფერი გაზვიადებულია და სხვა არაფერი. შეხვედრის შემდეგ მედიასთან ისაუბრა რეალის მთავარმა მწვრთნელმა ჩაბი ალონსომ და ჰანსი ფლიკის ასისტენტმა მარკუს ზორგმა. ალონსომ კომენტარი ვინისიუსის ცვლილებაზეც გააკეთა. აშკარა იყო, რომ ბრაზილიელი ცვლილებით ძალიან გაბრაზებული იყო. კმაყოფილები ვართ გამარჯვებით, თამაშით, იმ უზარმაზარი შრომით, რომელიც ამ შეხვედრაში ჩავდეთ და ასევე იმ თავდადებით, რომელიც თითოეულმა მოთამაშემ აჩვენა. ეს გუნდისთვის და გულშემატკივრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო გამარჯვებაა. ნახე, როგორ რეაქციას აჩვენებდა ბერნაბეუ თითოეული დეტალის მიმართ. ამ გამარჯვებას მხოლოდ 3 ქულა არ მოჰყოლია. ამას უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს. ბევრი მომენტი იყო, როდესაც თამაშს ვაკონტროლებდით, მათ შორის მეორე ტაიმშიც. ბურთის გარეშე ძალიან კარგად მოქმედებდით. ბურთით კი ვიცოდით, როგორ შეგვექმნა პრობლემები მეტოქისთვის. ეს მნიშვნელოვანი გამარჯვება. არა მხოლოდ გამარჯვების და 3 ქულის გამო, არამედ იმ რწმენის გამო, რომ ამ გუნდს მნიშვნელოვანი შეხვედრების მოგება შეუძლია. ბიჭებს სჭირდებოდათ დიდ თამაში, ჯერ კონკურენტუნარიანობის და შემდეგ მისი მოგების განცდა. ჩვენ ბევრი შანსი შევქმნით და ძალიან კარგად ვითამაშეთ, როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. ის ფაქტი, რომ გულშემატკივრებს კვლავ შეუძლიათ გამარჯვებულის მენტალიტეტის მქონე და დომინანტური გუნდით თკბობა, ძალიან მნიშვნელოვანია. მოვიგეთ, მაგრამ უფრო მეტი უნდა გაგვეტანა. რაც შეეხება ვინის რეაქციას, მან დღეს შესანიშნავი თამაში ჩაატარა და ეს არის ის, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია. რაცა უნდა მომხდარიყო, ამაზე პირადად გავესაუბრები. მაგრამ ეს ახლა მთავარი არაა. ახლა უბრალოდ ის გამახარებს, თუ ფანები ბედნიერები იქნებიან და ვფიქრობ, რომ ეს ასეა. იმაზე მეტი შეცდომა დაუშვით, ვიდრე ჩვეულებრივ ვუშვებთ ხოლმე. თავს ძალიან ღრმად ვიცავდით, რის გამოც მოედნის ბოლო მესამეში კართან ხშირად მიახლოებას და ბევრი შანსის შექმნას ვერ ვახერხებდით. ყველაფერი ვცადეთ, ბოლო წუთზე 2 მცველით ვითამაშეთ, მაგრამ ვიცოდით, რომ რეალი კონტრშეტევაზე ძალიან კარგად თამაშობდა. მეორე გოლის გასატანად საკმარისი შანსები ვერ შევქმნით. ლამინისთვის კი რთული დღე გამოვიდა. შესვენებაზე ვისაუბრეთ მისი უფრო მეტ პირისპირ სიტუაციაში ჩაყენების აუცილებლობაზე, მაგრამ პირველ ტაიმში ასეთი სიტუაციები ბევრი არ ჰქონდა და იგივე მოხდა მეორე ტაიმშიც. ზოგჯერ მცველები ძალიან კარგად თამაშობდნენ და ეს უნდა ვახიაროთ. თუმცა შესაძლოა ცოტა დაძაბულიც იყო. ის ახლა სწავლობს ბრბოსთან, მაყურებლების შეძახილებთან და სასტვენებთან გამკლავებას და ეს პროცესის ნაწილია. გულწრფელად რომ ვთქვა, არ ვიცი ვინ დაიწყო ჩხუბის პროვოცირება. გუნდის სკამებს შორის დიდი რაოდენობით ხალხი იყო და ბევრის ხმა ისმოდა. შეგახსენებთ, რომ წინა სეზონში ბარსელონამ რეალს 4-ვე კლასიკო მოუგო. აქედან გამომდინარე რეალისტვის ეს გამარჯვება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო. პრინციპული შეხვედრა იყო ალონსოსთვისაც, რომელიც მწვრთნელის რანგში პირველად მონაწილეობდა კლასიკოში. მოკლედ, დღის მდგომარეობით მეათე ტურის შემდეგ რეალი ცხრილის პირველ ადგილზეა და ბარსელონას 5 ქულით უსწრებს. თქვენ როგორ შეაფასებთ ამ შეხვედრას? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში და რა თქმა უნდა, თუ მოგეწონა ვიდეო, დაალაიქე, გამოიწერე არხი და ჩართე ზარის ღილაკი, რომ არ გამოგვიჩეს შემდგომი საინტერესო სიახლეები.